ახლა მივიდივართ სპლიტის ძველი ქალაქის სანახავად. ძალიან ახლოს გვაქვს სასტუმრო და ეხეთ უნდა სულ რაღაც 10 წუთი. გუშინ ჩამოვედით საღამოს და მარტო საღამოს გავედით უკვე ბნელოდა, მაგრამ მაინც ძალიან მოგვეწონა ძველი ქალაქი, მაგრამ დღის შუქს ახლა სულ სხვანაირი. უნდა ვთვალიეროთ კარგად. მე უნდა ვნახოთ დიოკლეტიანის სასახლე. ეს ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც სამეფო კარის თამაშები იყო გადაღებული და საკმაოდ ბევრი რაღაცაა სანახავით. ან სპლიტი არის გაცილებით უფრო დიდი ვიდრე დუბროვნიკი. ან დუბროვნიკის ძველი ქალაქი უფრო დიდია, მაგრამ თვითონ სპლიტი არის ქორვატიის დიდ მეორე ქალაქი და უფრო მეტი საბოდიალოა აქ. ძალიან კარგი ამინდია, გვეშინოდა რომ წვიმა იქნებოდა, იმიტომ რომ პროგნოზი მაინც და მაინც კარგი არ იყო. მე მგონი დღეს საღამოს იწვიმოს, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან კარგი ამინდია და მაქსიმალურად გვინდა რომ გამოვიყენოთ ეს დრო. სპლიტის ძველ ქალაქს უდიდესი გალავანი იცავს, რომელსაც რამდენიმე შესასვლელი აქვს. როგორც კი შიგნით შემოაბიჯებთ, ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს შუა საუკუნეებში მოხვდით. თუმცა, ძველ ქალაქში შემორჩენილია გაცილებით უფრო ადრინდელი შენობებიც. მათ შორის ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე ცნობილი არის რომაელი იმპერატორის დიოკლეტიანის სასახლე. ეს ულამაზესი შენობა ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში აიგო და იმპერატორის ერთ-ერთი საყვარელი ზღვისპირა რეზიდენცია იყო. სასახლეში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი კათოლიკური ტაძარი მდებარეობს, რომელიც თავდაპირველად იმპერატორის მავზოლეუმად აიგო, მოგვიანებით კი ტაძრად გადაკეთდა. მე-13 საუკუნეში ტაძარზე ეს სამრეკლოც დააშენეს და აქ თუ ამოხვალთ, ქალაქისა და ზღვის ულამაზეს ხედებს ნახავთ. ამოსვლა ფასიანია და ცალკე ბილეთის ყიდვა საჭიროებს. თუმცა ნამდვილად ღირს, რადგან აქედან ძველი ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში ბოდიალის შემდეგ ცენტრალურ ზღვისპირა პრომენადაზე გამოვედით. ამ ადგილს რივას უწოდებენ და ის სპლიტის ალბათ ყველაზე დატვირთული გამზირია. აქაურობა სავსეა ხალხით, რესტორნებით, ნავებითა და სუვენირების მაღაზიებით. სპლიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სუვენირია ქარვის ქვისგან დამზადებული სამკაულები, რომლებიც მართლაც ულამაზესია და აქ ყოველ ნაბიჯზე იყიდება. პრომენადაზე სეირნობისას ადგილობრივ ბაზარზეც მოვხვდით, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას იმართება. აქ ყველაფერს ნახავთ. ადგილობრივ ხილბოსტნეულს, ზეითუნიზეც, ხორცის პროდუქტებს, ყველს და კიდევ უამრავ გემრიელობას. ასევე აქ უამრავი სუვენირიც და სხვა ადგილობრივი ნაწარმიც იყიდება. მაგალითად, ძალიან პოპულარულია ლავანდისგან დამზადებული დასაბანი საშუალებები, ზეთები და დეკორატიული კოსმეტიკა, რადგან ლავანდა ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და გავრცელებული მცენარეა. ამის გარდა აქ ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ სამეფო კარის თამაშების სუვენირების მაღაზიები, რადგან სპლიტი დუბროვნიკთან ერთად ცნობილი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გადასაღები მოედანი იყო. Everything goes right. I can feel the breeze. Euphoric delight. Only you and me. Pour your honey, sickly sweet. Keeps me coming, got me weak. You could kill me, I'd still be. Darling, your number is 6 feet deep. Oh, it's real hard to break this habit. It's like I want you 24/7. When I'm without you, boy, I feel
ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი სპლიტში და ცოტა ვაგონებს მადრიდის პლაზა მაიორს, ანუ მადრიდის ცენტრალურ მოედანს. Რაღაცით გავს. სპლიტი არის აი უსაყვარლესი ქალაქი საბუდიალოდ. იმდენი ქუჩა აქვს საბუდიალოდთან, რაღაცა უფრო ფართოა, უფრო გაშლილია აქ ძველი ქალაქი ვიდრე დუბროვნიკში. ანუ დუბროვნიკში არის მოქცეული ამ ძველი ქალაქის კედლებს შიგნით და უფრო მარტივია ესე ვთქვათ ნავიგაცია. და აქ რაღაცნაირად ვერ ხვდები საიდგენ წავიდე, სად თავდება, სად იწყება. ძალიან საინტერესოა. ეხლა ალბათ ჩვენ დავტოვებ სპლიტს და წავალთ ქალაქგარეთ. აქ ახლომახლო მდებარეობს ერთი ცნობილი ციხესიმაგრე, კლისი ქვია და ის ადგილიც იყო ნაჩვენები სამეფო კარის თამაშებში. ანუ იქ შეიძლება ავტობუსით წასვლა და ასევე შეიძლება ტაქსით წასვლა. ჩვენ რომ ნახეთ ფასი სადღაც 15 ევროს გვიწევს. ანუ რეალურად დიდი სხვაობა არ გამოდის ავტობუსსა და ტაქსის შორის და ამიტომ წავალთ ტაქსით. ეხლა რაღაცნაირად მოიღო და იმედია არ აწვიმდება რომ იქ არ დავსრულდეთ. მაგრამ აქ ძალიან ბევრი რაღაცაა სანახავი ზოგადად სპლიტში და ამიტომ დღეს უნდა წავიდეთ იმის სანახავად, რომ სხვა გეგმები გვაქვს ხვალ. ნახეთ რა სილამაზეა. კლისის ციხესიმაგრე სპლიტიდან სულ რაღაც 13 კილომეტრში მდებარეობს. თავდაპირველად ის ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ილირებმა, ბალკანეთში მცხოვრებმა ინდოევროპული წარმომავლობის მქონე ხალხმა ააშენა, თუმცა ის სახე, რომელიც დღემდე შენარჩუნდა, სიმაგრემ მხოლოდ მე-7 საუკუნეში მიიღო, როდესაც ის ხორვატიის მეფეების მფლობელობაში გადავიდა. კლისი უამრავი ბრძოლის მოწმე გამხდარა და არაერთი ქვეყნის გავლენის ქვეშ მოხვედრილა. მათ შორის იყვნენ ოსმალეთი, რომის იმპერია, ვენეციის რესპუბლიკა და ბოლოს ავსტრო-უნგრეთიც. ციხესიმაგრემ განსაკუთრებული პოპულარობა იმის შემდეგ მოიპოვა, რაც ის სამეფო კარის თამაშებში გადაიღეს. ციხესიმაგრე და რაც მთავარია ხედი. ციხესიმაგრიდან რომ ბრუნდებოდით, სპლიტის საცხოვრებელი და ბიზნეს რაიონების გავლაც მოგვიწია. აქაურობა ძალიან განსხვავდება ძველი ქალაქისგან და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ნებისმიერი სხვა რიგითი დიდი ქალაქი. ეხლა ჩემი და შემოგვიერთდება და წავალ სავახშმოთ. ძალიან გრძელი დღე გქონდა, მაგრამ ძალიან კარგი. ჩვენ მე-5000 ჯერ მივედი ჩვენ საყვარელ სანაყინესთან. აქ ყოველნაბიჯი არის სანაყინე, მაგრამ ეს მოგვიტანა ყველაზე მეტად. თან სასწაული გემო აღმოაჩინე რაღაც ემილიანა ქვია და არის ფისტას კრემი, თან ფისტა ურევია ძალიან ბევრი და არის ძალიან გამრიელი. კაი რიგია. არის ჩვენი ბოლო დღე სპლიტში, ხვალ უკვე მივდივარ დილით სხვაგან და ამიტომ დღეს გვინდა რომ კიდე კარგად მოვიაროთ ქალაქი, ძველი ქალაქი მე მგონი უკვე კარგად დავათვალიერეთ, ყველა ქუჩა მოვიარეთ. ახლა მივდივართ ერთ-ერთ პარკში, რომელიც მდებარეობს აქ ესეთ გორაკზე და საიდანაც იშლება ქალაქის ხედი. გუშინ რაღაცა არ იყო საღამოსკენ კაი ამით და გადავწყვიტეთ რომ დღეისთვის მოგვეტოვებინა. თან 1 საათის გზა ფეხით და საბოდიალოა ცოტა. ხვალ მივდივართ უკვე სხვა ადგილის სანახავად, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობს სპლიტიდან. დაახლოებით 3 საათის გზა არის, მაგრამ არის ხორვატიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ადგილი. ეროვნული პარკი პლიტვიცის ტბების. ეს არის ის ადგილი, რომლის ნახვა ალბათ ყველაზე მეტად მინდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. თან ამინდის პროგნოზის ნახეთ და თითქოს კაი ამინდი უნდა იყოს ხვალ. ის პარკი არის უდიდესი და იქ გავატარებთ მთელს დღეს. ამიტომ დღეს
აქ მოვივლით ხვალდილით ადრე. გავალთ მანქანით, მანქანა ვიქირავეთ ერთი დღით. საკმაოდ ძვირი დაგვიჭდა. 150 ევროა. მაგრამ სხვა ქალაქში უნდა დავტოვოთ მე იქით და თან ზეკ აეროპორტშიც მივდივართ. ფილიპის სხვაგან მიდის და მე და ჩემი და სხვა ქალაქიდან მივფრინავთ და ამიტომ მანქანა ძალიან გვჭირდება რომ გადაადგილებაში დაგვეხმაროს და გვიღირდა ამ თანხად. ასე რომ ასეთი ამბებია. Writing's never permanent, it doesn't have to make much sense. Believe me, when it rains, it pours. Erase what's there, start something new. Create the person that you choose. Open all the doors for you. Let them in, don't let them read what's written on the wall. Bad things are gonna happen if you read into them all. I could rewrite, erase my walls inside. ჩამოვახციეთ. ძალიან ბევრი საბოდიალო ბილიკი ყოფილა. ერთ-ერთი ჩამოვედით და შვენიერ გზაზე ჩამოვედით. ეხლა მთელი წრე უნდა დავარტყათ კუნძულს და დავბრუნდებით სპლიტში. ჩვენ ახლა მოვდივართ აი იქიდან. იმ ჯვართან ვიჯექით სკამზე და უყურებდით ხეთს.